ხელის გულზე დევს რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში, როგორ იქნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, კვლევები ეგრეთ წოდებული, რომელიც შემდეგ და პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქნება ჯერ ყალბი კვლევა, რომელიც ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირ საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინახიდაშოს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღესასრიგი აქვს, რომელიც ცდილობს, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი არის, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველოს. შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, მაშინ დარბოდა კარიდორ დერეფენში და ცდილობდა მაშინ ჩაეშალა ეს პროცესი. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებული სკანდალი, რომ გიორგი კანდელაკი იყო, რომელმაც არაფრისგან შეეცადა, რომ სკანდალი შეექმნა. ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩანს ხელით იკვეთება, რომ არის ადამიანი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა. ასე რომ ეს ილუსტრაცია არის ეკა გიგაური, ესტონელი NGO-შნიკი, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს და ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საქართველოს ფიქრობ მათთვის, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველოს გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ნახეთ, პირდაპირ არის, ასე ვთქვათ, სქემა, რომელიც გამოჩნდა, დაიწერა ორი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული სტატია, ორივეს ავტორები არიან ქართველები და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. შემდეგ უბრალოდ სამი არის, თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, დაკვირვებებზე, გიორგი კანდელაკი და კიდე ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე ჰილში გამოაქვეყნა სტატია. ყველა სამივე ეს ეგრეთ წოდებული კვლევები არის ცრუ კვლევები, რომელთაც უნდა შექმნას საბაბი, რომ აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, მოხდეს გაისმას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ გამოვიდეს ადამიანი და მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს მისი აზრით, სად შეიძლება სად იქნებოდა კარგი, რომ ის ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა. ასე რომ ეს არის მთელი სქემა, სადაც ხედავ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმების.